აყრიდა მიწიდან ქართველებს და გადაასახლებდა დაბეჭდებული წელში გატეხილი, მონად გატეხილი ქართველი კაცი დატაცებდა ერთ პეშ მიწას ხელს, გახვევდა ნაჭერში და მიქონდა. აი გაკერპებული არ ქონდა მიწა თქვა. ხო ამბობ ამას, მაგრამ მას მიქონდა ღვთისგან ნაკურთხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წირხვედრი მიწა. და იცოდა რომ თუ მოკვდებოდა იგი იმ უცხოეთში, ის მიწა ჩაყვებოდა მას საფლავში ერთი მიწა ნაკურთხი, ეს ღვთისგან ნაკურთხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწა ქართული. აი ეს ფიქრი და ეს გრძნობა ქონდა ქართველებს მაგრად სიყვარულის გამო. გაკერპებული არ ქონდა, მაგრამ უყვარდა თავისი ქვეყანა, თავისი სამკვიდრებელი, თავისი მიწა. ხო და უსახური და უდაბური არასდროს არ წარმოედგინა ქართველ კაცს მიწა. მით უმეტეს ღმერთმა უთხრა, რომ ეს არის მიწა, მატერია, უსახური და უდაბური. მაგრამ ქართველი კაცი გასახლებული ფერეიდანში, გასახლებული ავღანეთში, გასახლებული ოსმალეთში, გასახლებული მონღოლეთში, გასახლებული ციმბირში, საბერძნეთში, ევროპაში, ამერიკაში, ისრაელში, ეგვიპტეში ყველგან არის მიმოფანტული რა ქართველი კაცი. და საქართველოს სიყვარულით არიან საწოდაები გულანთებული და იყვნენ საწოდაები გულანთებული, მაგრამ ერთი მუჭა მიწა ყველას აქვს და ყველას ქონდა. ეს 1921 წელს გაყარეს ეს ხალხი და მაშინაც წაიღეს საწოდაებმა ეს მიწა, იმის იქითაც გაყარეს და ისე წაიღეს, ეს დიდი გრძნობა სიყვარული ქართული მიწისა მუდამ ქონდა. ხო და ერთი რამ დავიმახსოვროთ ჩვენ მართლმადიდებელებმა და მორწმუნეებმა. არაფერი რო არ გააკეთო ამ ქვეყანაზე. აი უნდა იცოდე რომ აი ბოროტი, ცვიერი, ეშმაკი, მტერი მოდგმისა, ხო, აი ადამიანის მუდამ სიხარბის, სიმდიდრის, ფულის და გარკვნის იდეოლოგიით მოდიოდა ჩვენზე. ხო და ეს იდეოლოგია ემსახურებოდა იმპერიების ამოცანებს, გეგმებს და მიზნებს. და ამას ხელს უწყობდა გადაგვარებული ქართველები, რომლის ტვინში და გრძნობაში არ იყო არც მიწა, ასე იგი არც მამული, არც ენა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ენას, არც სარწმუნოება, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რწმენას და მის გონებაში მხოლოდ მოიაზრებოდა ფული და გარკვნა. წარსულში ასე იყო ეს, მტერი იდეოლოგიურად ასე იყო მომზადებული, იმას გინდა სპარსელი ერქვა, გინდა ოსმალო, გინდა მონღოლი, გინდა რუსი, გინდა ეგვიპტელი. ხო და ამ იდეოლოგიის მატარებლები არიან ათეისტები, კომუნისტები, ლიბერალები, კოსმოპოლიტები, ჰომოსექსუალები, ქურდები, ნარკომანები, ლოქები. ამ იდეოლოგიის მატარებლები არიან. სექტანტები, მამათმავლები, დედათმავლები, სატანისტები და ევროამერიკული იმპერიის მიზნების და ამოცანების და გეგმების გამტარებლები. აი ამ მიზნებში, ამოცანებში და გეგმებში 30 წელიწადია, რაც ჩვენი ხელით დაამკვეს ეროვნული ხელისუფლება, მის მერე ცხოვრობთ. ხო და ადრე თუ ძალით მიყავდით ვინმეს ოსმალეთში და ევროპაში, ან თქვა გასაყიდად, საცხა სტამბოლის ბაზარზე,
ან ეგერ ასკინძაში იყო კიდე მონათა ბაზარი და ეგინა შეგვრეკავდნენ. ეხლა ჩვენინები დაგვყარეს აქიდან და გაგვყარეს ეგ რამეს გაჭირების დაბეჭავების გადარჩენის მიზნით. და ქართველმა ქალმა თავის თავზე აიღო ძალიან დიდი ჯვარი, გადარჩენის ჯვარი. და ვერ გათვალა მხოლოდ მას, რომ სარწმუნოებაში იყო ძალიან სუსტი. და ვერმა აქ დარჩენილმა კაცი რო ქვია და სინამდვილეში მარტო შარვალიაცვია, ვერ გათვალა იმანის, რომ უზნეო იყო აქ დარჩენილი. და ლოთობას და ნარკომანობას და ტოტალიზატორებს რო შეალია თავის ცხოვრება. ამიტომ ვამბობ მე, რომ იდეოლოგიის გამტარებელი იმისა, მტრისა არის ესენი. ხო და